და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელოთ პრეზიდენტის ჩართულობით. მე მოგვიანებით უფრო ცლად წავიკითხავ მამუკა ხაზარაძის ამ განცხადებას, მაინტერესებს თქვენი პასუხი. და მინდა რაღაც ბლიც ინტერვიუსავით შეიძლება გამომივიდეს დღეს ყველა სტუმართან, მაგრამ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. რას უპასუხებთ ხაზარაძის ამ განცხადებას? დღეს ძლიერი საქართველოს პოლიტიკური საბჭო შეიკრიბა და გადაწყვეტილება მიიღეს რომ საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით ეს არის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ერთობლივად მთელი აი ამ პროცედურული ქმედების განხორციელება ერთ დღეს, ერთ დროს და ეს მოხდეს პრეზიდენტის ჩართულობით. მადლობა, რა შეიძლება უპასუხო ეხლა მოლოდინი გქონდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე ნაბიჯები გადავდით, თუმცა მოლოდინი და ვიცოდი კიდევაც რომ დღეს რაც თქვენ წაიკითხეთ ძლიერი საქართველოს ანალოგიურს გააკეთებდა, ადრე თუ გვია, ეხლა ტაქტიკაში იყო შესაძლებელია განსხვავება, რა მნიშვნელობა აქვს დღეს კონკრეტულ თარიღს და საათს ვინდოუდის გააკეთებდა ამ ტიპის განცხადებას, ჩვენ ეს განცხადება კოალიციას ცვლილებებისთვის გაკეთებული გვაქვს და ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიიღოს ნებისმიერ პასუხისმგებლიანმა მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, ბარერ გადალახულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. აბა ვის რა ესაქმება იქ სადაც საქართველოს და საქართველოს ხალხის ინტერესი არასოდეს არ აისახება. ანუ ამ პარლამენტში შეიძლება ამ ნაბიჯს ალტერნატივა ქონდეს, არ შეიძლება ამ ნაბიჯს ალტერნატივა ქონდეს, რაც შეეხება მომავალში ლოკაცია, რაც შეიძლება მივიჩნიოთ, სადაც შეიძლება ყველა პოლიტიკური პარტია ერთად მოიყაროს თავი, ვინც კონკრეტულად რეზიდენცია თუ სხვა რა თავარი არის ამორჩეველმა რეპუტაცია ამ თვალსაზრისით, ეხლა ყველას არ ეხება ეს, რეპუტაცია შელახული არის თქვენ წინაეთაშიც თქვი თუ არ ცდები, ოპოზიცია მისი ნაწილი, რა მნიშვნელობა აღქმა საზოგადოების ნაწილში არის, ნამდვილად არ შევლენ თუ შევლენ, ხო არის ეს? ხო, როგორ არა? თავისი კონკრეტული მტკიცებულებები 2020 წელი თუნდაც. მიუხედავად იმისა, სიმართლე უნდა ითქვას, აქაც სრულიად სხვა მოცემულობა იყო და შეეძინა იმ პარლამენტს ლეგიტიმაცია, რომელმაც შუა მერე რუსული კანონი, რომელმაც რეალურად ფერქვეშ ბოლომდე გათელა საქართველოს კონსტიტუცია და ყველაფერი ვისი გათელმაც შეეძლებოდა ამაში გარკვეული ბილად ვამბობ წვრილი თავად ოპოზიციის წარმომადგენლებსაც აქვს მიღებული 2020 წელს და ასევე რა თქმა უნდა საერთაშორისო პარტნიორების დიდ ნაწილს, რომელთაც არა და არ სჯეროდათ, რომ ივანიშვილი შესაძლებელია ერთჩვენიერ დღეს ამდგარიყო და მას შეეცვალა გეოპოლიტიკური კურსი სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის მოხდა ეს. ამიტომ 2020 წელს აბსოლუტური უმრავლესობა ის ამორჩეველი ყავს ქვეყანას, რომელიც ყავდა 2020 წელს, რომელიც ყავდა 2020-ში, დაემატა უბრალოდ ახალი თაობა ამორჩევლებისა, რომლებიც შეიძლება 4 წლის წინ არადევნებდნენ თვალყურს ძალიან მჭიდროდ პოლიტიკურ პროცესებს, მაშინდელი 15 და 16 წლის ბავშვები, თუმცა დანარჩენი საქართველო დიახაც სვენა გამახვილებული გვისმენდა, ჩვენ არ შევდივართ გასაგებია, მაგრამ მტკიცებულებები სად არის, იმიტომ რომ ბევრჯერ მოგისმენია თქვენც, მეც ხომ მომისმენია და მომისმენია, რომ არ შევა ლეგიტიმაციას არ შევძენ, მაგრამ საბოლოო ჯამში შედიხარ. ეს წარსულია. მოდით მე კითხვა დაგისვით. პირდაპირ მინდა თქვენი პასუხი რა მივიღოთ თუ შეიძლება. 8-ში ჯეს კითხვები არ არის ბოლომდე მოხსნილი. ვის მიმართ გაქვთ ესე ეჭვი? ბლიც ინტერვიუსავით ხო, იმიტომ გითხარით, მოდით ყოველგვარი შემოვლების გარეშემი ვის მიმართ გაქვთ ეჭვი? ჩემს წინა გადაცემაში ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არ უნდა დარჩესო განცდა, რომ ვიღაცეებიო კარსო ღიას ტოვებენო უკანა კარს პარლამენტში შესასვლელთო. ვის მიმართ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით ერთმანეთშიც, კოალიციაშიც, მეგობრებთან, ბუნებრივი ეჭვი მანამ იარსებებს ბევრი ადამიანის მიმართ, სანამ კონკრეტულად ჩემი პირადი აზრია და კოალიცია ცვლილებების პოზიციაცაა. ყველა ადამიანი იურიდიულადაც უარს არ იტყვის პარლამენტის მანდატზე. შენ როდესაც მართლაც სხვა კარებს იტოვებ ღიად, რომ იქიდან სცენარის შეცვლის შემთხვევაში შეხვიდ, ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაცა დაშვებას აკი. ვინც არ უნდა იყოს, იქა ჯარდაბაზე, რა მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს. როგორ არ აქვს? ეხლა ხო თქვით, რომ არ ვიცი, დრო არ გადაგაღიათ საუბრების, მათ შორის შეცდომებზე, მათ შორის სტრატეგიაზე. გააკეთა დროების შეცდომების
რაზეც ვისაუბროთ. კოალიცია ცვლილებები ძლიერი საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც სამი დარწმუნებული ვარ რომ გახარია საქართველოსთვის ხო პარტია ისინიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ უბრალოდ ტაქტიკაში რახან არის განსხვავება არ ნიშნავს რომ მაინც ამ ეტაპზე ჩვენ ერთმანეთს უნდა ვაკრიტიკოთ. ეხლა თუ დაარწმუნდი ინგა თქვენც რომ იყოთ, ვინც ყველაზე ახლო ადამიანი რომ იყოთ ჩემთვის და თუ გადადგავს ხალხის ნებისაწინააღმდეგო ნაპირს ოპოზიციიდან, რა თქმა უნდა, მე იქნება წვავე შეფასებები და არა მარტო შეფასებები. ისეთივე წვავით შესაძლებელია, როგორიც ქართული ოცნების წინააღმდეგ იქნება მომავალში. ზღვარი ქართულ ოცნებასა და ნებისმიერ დეპუტატს შორის, რომელიც ოპოზიციონერი ამორჩევლების მიერ არის ჯიბეში მანდატი ჩადებული, ხო, წაიშლება ის ოპოზიციონერი აღარ იქნება. წინასა პროგნოზი რატო გავაკეთე? უბრალოდ ხალხში არის ეს ფოთვა ნაწილში. კი, და რომ არის აი მე შეკითხვებიც ამითი დავიწყე, რომ ანუ თქვენ ხო იცით, კონსტიტუციით პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა არის, ხო, აუცილებელი. დეპუტატები უნდა დაარეგისტრიროს CESCOM თქვა რომ არ მოხსნის ამ სიებს, ანუ აი ეს ძლიერი საქართველოს განცხადებაც შეიცავდა საუბარს მათ შორის საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ მუხლებზე, რომ ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეწყდეს ვადამდე, აი ძალიან მოკლედ ვამბობ. ანუ ერთად ერთდროულად გავაკეთოთ. ნაბიჯი გადაიდგა, არის შესაძლებლობა და მითითებულია თუ რა უნდა გააკეთოს CESCOM, ბუნებრივია ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რეგისტრაციაშიც არ უნდა გაგვატაროს. არ შეიძლება ხა ძალით. მე ვარ უკვე მეგობრებთან ერთად ვითვლები არჩეულ დეპუტატად, ხო? ანუ მე თუ არ დავწერე განცხადება, ისე არავის აქვს უფლება შემიწყვიტოს უფლებამოსილება, ხო? ნუ გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც მომხდარა ასევე. პროკურატურა არ აღძრავს საქმეს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ რეგისტრაციაში არ გატარდეს და არა უბრალოდ გატარდეს და მე რეგისტრაციიდან მოხსნა. ამიტომ გასაგებია CESCOM თავის განცხადება გააკეთა, მაგრამ ეს წვები თუ არა თქვენი მანდატების გაუქმება არ მოხდებაო, ამას გვეუბნება CESCOM-ს მეცაც გეტყვით, უდიდესი ალბათობით ინდივიდუალურადაც განცხადებებსაც არ დააკმაყოფილებს უკვე პარლამენტის დონეზე, სადაც გაუკეთებიათ 2020 წელს. ხო. რატო აკეთეს, რომ აფიქრებიოს ბევრი ამორჩეველი ეჭვებში აცხოვრობს, რომ ხვალ და ზეგ თუ არა, მასზე შეიძლება ვინმე შევიდეს. 2020 წელს რა? ამაზე არის გათვლილი. არ გვინდა 2020-ის გახსენება. ამაზე არის გათვლილი, რომ ადამიანებში არა, გეტყვი რატომ არ გვინდა? 2020 წელს დეპუტატებმა დავწერეთ განცხადებები, რომ შეეწყვიტათ უფლებამოსილება დეპუტატებისთვის, არ შეწყვიტეს, აი თაროზე შემოვაგდეს, მანამ სანამ მერე ვიღაცები შიგნით არ შევიდნენ. ეხაც აქვთ ამისი მცდელობა, აი მე სიგნალები ხომ არ მიგიღიათ ისე ივანიშვილისგან. ოღონდაც პარლამენტში აღმოჩნდეს ამ 4-დან რომელიმე. მე კი რამე ვიცი რომ ივანიშვილის თუ კი რაიმე ხო არ მიუღია რაიმე სიგნალები ნიკა რომ ოღონდაც შეგიტყუონ პარლამენტში რომ ყველაფერი ადვილად არის უბრალოდ გათვლადი და პროგნოზირებადი ასევე ქართულ ოცნებაში რა სურვილი შეიძლება იყოს ახლა ყველაზე დომინანტი. მათ რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ უნდათ პარლამენტი მათაც იციან რომელიც ვერ წარმოადგენს საქართველოს და ქართულ ხალხს თუ ისინი არიან მარტო იქ იმ პირობებში როდესაც არც ამერიკის შეერთებული შტატები არც ევროკავშირის სახელმწიფოები არც დიდი ბრიტანეთი და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ინგა არც ამ არჩევნების შედეგად თვით გამოცხადებულ ხელისუფლებას შესაბამისად არ აღიარებს. ეს ქართულ ოცნებას ესმის დანახული აქვს და ფიქრობს რომ ეს რეჟიმი განცხადებები ვინც ისმინა ევროპარლამენტარების კიდევ ერთხელ დარწმუნება ეს რეჟიმი თუ შენარჩუნდა თავარი ახლა ჩვენთვის ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდეს. ყველაზე მთავარი არის ეს სტატუს კო შენარჩუნდეს და შენარჩუნდება. არავინ პარლამენტში არ აღიარება როგორც მოცემულობა საერთაშორისო საზოგადოებების მხრიდან შენარჩუნდეს ჩატარებული არჩევნების სადმი და პარალელურად რა თქმა უნდა პროტესტი. შეუძლებელია ხელისუფლება ვერ შეინარჩუნოს მართვის სადავებს და ის გახდება იძულებული გამონახოს ერთადერთი გამოსავალი და სინამდვილეში ნამდვილად ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები. ერთი კითხვა მინდა დავისვა. გამოსავალი ამ ჩიხურის მდგომარეობიდან არ არსებობს ვინაიდან ის რომ არჩევნები გააყალბეს უბრალოდ პოლიტიკური ჯგუფები კი არ დაჩაგრეს. დაჩაგრეს და გაალახეს ამ ქვეყნის მომავალი. ევროინტეგრაციის პროცესი ჩახერგეს მთლიანად. ამასაც აცნობიერებს ქართული ოცნება. უბრალოდ არ აღიარებს არასოდეს. ის რომ ეკონომიკა
ჩამოენგრევათ ასეთ რეჟიმში ქართულ ოცნებას. ესეც გაცნობიერებული აქვს. ის რომ უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება, ის რომ სოციალური უბრალოდ გარანტიების გარეშე დარჩება მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი ნაწილი და ამ პოლიტიკურ კრიზისს ბიძინა ივანიშვილი კი არა 88 ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაიტანს თუ პარლამენტში მარტო ბიძინა ივანიშვილია და გარედან თანამედროვე სოფლიო არ აღიარებს არჩევნების შედეგებს გარდაუვალი იქნება კვანძის გახსნა. ეს კვანძი გაიხსნება ხოდ ახალი არჩევნები. მოდი, მაშინ ასე დავსვამ კითხვას. საჭიროა რომ საზოგადოებამ არ ვიცი დაწყებული ნინო წმინდელით, არ ვიცი, დამთავრებული ლაგოდეხელით დარწმუნდეს რაში მარტი მოცემულობაში რომ ამ პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ არ შედის და ამ გზაზე დგას ახლა ოპოზიცია. კი ბატონო, მე ეს კითხვები მაქვს ყველასთან, ანუ მე გულწრფელად გეტყვით, ეხლა რომელიმე ოპოზიციონერი, ანუ ოპოზიციური გაერთიანება პარლამენტში რომ შევიდეს ამ პარლამენტში, გონია რომ განოლდება ის პოლიტიკურა. ერთი კითხვა მინდა რა დაგისვათ, ეხლა თქვენ თქვით რომ ლეგიტიმაცია არ მოხდება. აი თუ მე წეგა რაღაც კითხვები, საკითხები ჩამოვყარე, რომელზეც მინდა პასუხი მივიღო. თუ მოცემულობა დადგა ასეთი, რომ პროტესტმა არ მოიტანა შედეგი, ანუ ივანიშვილმა არ დაიხია უკან, ისი დიდი შანსიცაა, ჩვენ გვინახავს მრავალათასიანი მიტინგები და მე მაინც მიღებული იგივე რუსული კანონი, აქედან გამომდინარე, თუ მან არ დაიხია უკან, თუ დაუშვათ პროტესტი არ იქნება ისეთი მასშტაბური, რომელიც მართლა გვინვასავი ჭექა-ქუხილივით მოედება ამ ქვეყანას. არის თუ არა შანსი კი ეხლა არ ახდენენ ჩვენი პარტნიორები ამ არჩევნების ლეგიტიმაციას, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყონ აი ამ ლეგიტიმაციის აღიარება. გეტყვით თუნდაც როგორი ფორმით. ანუ მიიწვიონ მაგალითად რაღაც ვიზიტებით პრემიერი, ამ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, ნელ-ნელა ვიხილოთ ისინი სხვადასხვა მაგიდასთან დამსხდრები. ანუ აი ესე ნელ-ნელა მოხდეს ლეგიტიმაციის მიცემა, იმიტომ რომ რეგიონში საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მიმიხვდით ხომ რას გეკითხებით? აი თქვენ როგორ ფიქრობთ არის ეს მოსავალი? შეტყუება, ხო? შეტყუება კი არა, საერთაშორისო პარტნიორებმა რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინოთ რომ აღიარეს, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს ისეთი მასშტაბური აქციები. მე ხაც მინდა დავუსწრებით რა თქვენ ამ კითხვის თავში ახსენეთ რომ შესაძლებელია ვინმე შევიდეს და არ გჯერათ რომ შევა, იმიტომ რომ გასაგებია თქვენგან რა რეაქცია იქნება. არც ერთი ჭკუატყოფილი ადამიანი ამ ეტაპზე ამაზე არ იფიქრებს ახლა. არ იფიქრებს. თუ გონი ეკითხება ვინმეს კი. მაგრამ შენ თუ სიას არ ხსნი და განცხადებას არ წერ, ის რომ ახლა იმ კალენდარულ დღეს, როდესაც პირველი სესია უნდა ჩაინიშნოს, მაშინ იქნება ქართული ოცნება მარტო და შენ უბრალოდ შენს მანდატს არ გამოიყენებ და არ ივლი პარლამენტში, იმიტომ რომ უბრალოდ რისხვას დაიმსახურებ, უბრალოდ რო თქვა, გასაგებია ვერ გაბედავ, მაგრამ რაღაცა კიდევ ერთხელ მომო, ესე იგი დაშვებებს და სცენარებს ამუშავებ თავში, რომ ყოველდღე შეიძლება დამჭირდეს იქ შესვლა სრულიად ამაოდ, ხო? ანუ საკენკს უნდა დაჰყვე ივანიშვილის დაყრილს, იმის შემდეგ რაც მას არაერთხელ გაუკეთებია, თუნდაც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, თუნდაც რუსულ კანონთან დაკავშირებით, რა აუცილებელი არის ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის, რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში ყოფნა ფიზიკურად. აი შეიძლება მაგალითად რომ ეს მანდატები გახდეს მოდი ამას მოგვიანებით დაგისვამ ამ კითხვას. მე სხვა კითხვა დაგისვით. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხომ არ შეიძლება თქო? არ შეიძლება, არა, იმიტომ არ შეიძლება. ხომ არ ელოდებით რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ნელ-ნელა, მაგრამ შემოგვაპარონ რა. ვის აქვს ამის ნდობა? მათთან საუბარი დაიწყო. ან ამერიკელებს, ან ევროპელებს, რომელი ერთი არ მოუტყუებია. რა უნდა გითხრას, ან რომელიმე საუკეთესო შემა ამერიკელმა პარტნიორმა, ან ევროპელმა პარტნიორმა და დაგარწმუნოს ამაში. ამას არ ექნება ადგილი, იმიტომ რომ პრაქტიკაში ჩვენ ვნახეთ ერთის და მეორეს მოტყუება და გადაგდება ივანიშვილის მხრიდან. მითუმ რომ ამის აუცილებლობა არ იარსებებს. ერთი წუთით შეიძლება თუ არა, ნიკა, მე ახლა გისვამ და როგორც ეშმაკის ადვოკატი, აი იმ პოზიციიდან კითხობს, იმიტომ რომ ეს კითხვები მართლა პასუხებს საჭიროებს, ხო? შეიძლება თუ არა დადგეს ასეთი თქვენ არ იფიქროთ რომ მე მინდა რომ პარლამენტში გნახოთ. როგორც ერთი მოქალაქე, ვინც ცვლილებებს ხმა მისცა, კატეგორიულად არ მინდა რომ პარლამენტში ვხედავდე ოპოზიციას ამ არჩევნების შემდეგ.
მაგრამ ეხლა კითხვები რომელიც ჩნდება შეიძლება თუ არა დადგეს ასეთი მოცემულობა რომ აუცილებელი და საჭიროდ გახდეს დეპუტატების მანდატები მაგალითად წეღანაც თქვი შესავალში რაც არის ნაკლებად მოსალოდნელი თქვათ მიიღო გადაწყვეტილება ივანიშვილმა ახალი არჩევნები ჩატარდეს თქვათ ამ ახალი არჩევნების ჩასატარებლად მისაღებია მთელი რიგი გადაწყვეტილებები CSKOS ადმინისტრაციას სუსი ასე შემდეგ და კენჭისყრა სჭირდება ოპოზიცია აი ამისთვის არის შანსი საჭირო გახდეს მანდატები არ არის სხვა გზა მოიძებნება ვინაიდან თანამშრომლობა ამ ხელისუფლებასთან შესაძლებელია მხოლოდ უცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ხელისუფლება რომელიც მეოთხე ვადით ცდილობს რომ დარჩეს ისაც ვერ დარჩება და არ დარჩება და ამას ვისაუბროთ რატო არ ასეთი დარწმუნებული არ შეიძლება თანამშრომლობა პარლამენტის ფარგლებში ანუ გამორიცხულია თუნდაც ეს ახალი არჩევნების მოსამზადებლადაც იყოს საჭირო საკუთარი ძალებით ისინი გახდებიან იძულებულები ჩაინიშნოს ახალი არჩევნები ამას სჭირდება კომპლექსური მუშაობა რომელიც მიმდინარეობს და ეს კომპლექსური მიმდინარე სამუშაოება კიდევ უფრო გაძლიერდება საერთაშორისო მიმართულებით კონკრეტული მტკიცებულებების აი გამრავლებით და ამის წარმოჩენით საზოგადოებაში ადგილობრივზე და საერთაშორისო დონეზე და ქუჩის როგორც ყველაზე დემოკრატიული მექანიზმის გამოყენებით. ეხლა კითხვა უნდა დაგისვათ, რომელიც ჩემთვისაც კი დილემა აღმოჩნდა, როდესაც ამ გადაცემას ვამზადებდი, თუ არაფერი იცვლება და არ ვიცი ხო ჯერჯერ შეიძლება მეც თქვენ წარმოგიდგენიათ ქართული ოცნება ფუნქციური ქვეყნის შიგნით, როდესაც ამ პარლამენტში არის მარტო და არა სოფლიოში არავინ არ აღიარებს ამას. აბა ხო და გაცემული აქვს. ხო, მაგრამ კითხვებს გისვამთ. ეხლა უყურეთ რა კითხვა უნდა დაგისვათ. თუ არაფერი შეიცვლება და ალბათ არაფერი შეიცვლება, ივანიშვილი ჯერჯერობით არასხივებს, რომ რაიმეს დათმობა უნდადეს. ანუ და CSKO დარჩა ვთქვათ იგივე, გაყალბების ყველა ბერკეტი ისევ ოცნების ხელშია, ოცნება არის მარტო სახში, თავიანთ რაღაცა სიგიჟემდე მისულ გადაწყვეტილებებს, რაც მანამდე გვაჩვენეს არჩევნებამდე, იღებენ მაგრამ ამასობაში ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აი ახლა მაინტერესებს ამაზე რას ფიქრობს ოპოზიცია. თუ არაფერი იცვლება, იგივე CSKO, იგივე ბერკეტები არჩევნების გაყალბების ხმების მოპარვის. აპირებთ თუ არა წესით ამაზე უკვე ნაფიქრი უნდა გქონდეთ მიიღოთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რატო გითხარით ეს მეთქი ჩემთვისაც დილემა იყო. როცა ამ საკითხებზე ვფიქრობდი. ერთი რომ თუ ამ CSKO-თი ჩატარდება, ჩემთვის ვიფიქრე რომ საერთოდ რა აზრი აქვს თუ იგივე წესით ჩატარდება და ხომ არ ჯობს ბოიკოტი და მე დილემა რატომ გამიჩნდა მე თვითონვე თუ ბოიკოტი გაქვთ გადაწყვეტილი, ამ შემთხვევაში ახალ ოპოზიციას ივანიშვილი თავად ვეხომ არ შექმნის, რომლის შექმნასაც უანონსებს. ეს საწინააღმდეგო აზრი სად გაქრება, გავქრებით? არა, უბრალოდ კითხვას გისვამთ. კი, პასუხი არის ჯერა რომ შეიძლება რეალობა, ჯერა რომ შეიძლება რეალობა არა მხოლოდ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ ამ პარლამენტის მიერ არჩეული კონსტიტუციის თანახმად ახალი წესით არჩეული პრეზიდენტიც ვერ იქნება ლეგიტიმური. არ ვიცი ვიზე ფიქრობენ და რას ფიქრობენ. სავარაუდოდ ერთ-ერთი ვერსია ივანიშვილი, მაგრამ სხვაებზეც არის საუბარი არ ვიჭორავთ. ამ ხმოსნებათა რიგებში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება წარმოდგენილი. თუ ყველაზე ცუდ სცენარს მაინდა-მაინც წარმოვიდგენთ, რომელიც თქვენ კითხვის სახით ხო, თუ არ იცვლება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადიხართ თუ არა. თუ მაინდა-მაინც კონკრეტულად გინდა პასუხი მეც კი როგორც რიგითი ამორჩეველი არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, რა თქმა უნდა შეუძლებელია. მაგრამ იქამდე არ მივა, შეუძლებელია შენ კამპანია აწარმოო პასუხისგებლიანი თუ ხარ და ოდენავ მაინც საკუთარ თავს თუ ვცემ პატივს და თავი დავანებო დამომრჩევოს. და შეხვიდე ზუსტად იმ პირობებში საარჩევნო კამპანიაში, სადაც არაფერი არ იცვლება კი არა და შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს და რა აზრს ვერ ხედავთ ამ შემთხვევაში არჩევნებზე გასვლის. 10% თუ თბილისში გააყალბა ეხა მინიმუმ არჩევნები, იმიტომ რომ exit poll-ით თბილისში და ყველაზე რეპრეზენტატიული იყო ჩემის აზრით თბილისის exit poll-ის შედეგები 10%-ითაა გაყალბებული თბილისში. 1.5 მილიონიან ქალაქში გაყალბებული 10%-ით არჩევნების შედეგები 100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ნინოწმინდაში და მარნეულში დაწერილი 80%. ხო და რატომაც ამაზე ყურადღება ჩვენ არ ვაბახულეთ რა.
აღარ იზამს და 5-ით გააყალბოს თუ 25. შეუძლებელია, რა თქმა უნდა. ამიტომ პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ეს პროცესი არის ახლა ხმის დაცვის პროცესი და წართულობის უკან დაბრუნების პროცესი. დასრულდება ახალი არჩევნებით. სხვა გამოსავალი სახელმწიფოს ქვეყანას უბრალოდ არ ექნება და ივანიშვილის ქარამშუტული ვარაუდი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, რადგან უკვე ვისაუბრეთ. იქნებ ეს პარლამენტი ერთპარტიულად არ შედგეს. იქნებ მოხდეს იქ თანამშრომლობა სამთავარი გამოწვევა. მისთვის, რა თქმა უნდა, ეს ამიტომ რომ როდესაც მისთვის კი არა, თქვენთვის, მისთვის რა თქმა უნდა. არა, სხვაგვარად წარმოუდგენელია ახალი არჩევნების გარეშე. რომ ეხა ვინმე შეიწყო ახალი არჩევნების გარეშე, ინგა, ახალი არჩევნების გარეშე ეს კრიზისი არ დაიძლება. არც 2020 წელს დაიძლეოდა, როდესაც ჩვენ ვიყავით ბოიკოტში. არ დაიძლეოდა უბრალოდ მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების რაღაც ეტაპზე და ევროპელების ძალისხმევა იყო ამოქმედებული, რომ ის პარლამენტი არ ყოფილიყო ერთპარტიული. არა მხოლოდ 2020 წელს, 2016 წელსაც ივანიშვილს არ უნდოდა მაშინ მარტო ყოფილიყო პარლამენტში და იყო ნაციონალური მოძრაობა 2016 წელს, რომელიც ბარელი გადალახული იყო და საკმაოდ უწუხეთ და იმ დაშვებას აკეთებდა, რომ 16-ში შეიძლება ნაციონალური მოძრაობა არ შესულიყო პარლამენტში და ეს პარლამენტი ყოფილიყო მაშინ ის პარლამენტი ერთპარტიული, ამიტომ გარანტირებული რომ ჰქონოდა მრავალპარტიულობა, ერთ-ერთ პარტიას გადაალახინა ბარიერი და შეიყვანა პარლამენტში, გახსოვთ, ხო? კი, ამიტომ ამის გახსენებითაც დავშვეს. ეს მაშინ დღელავდა ჯერ კიდევ, როცა მართლა მომკითხავი არავინ არ იყო და ეჭვი არ შექონდა ივანიშვილის დასალუგირებულებებში, ნუ ძალიან ბევრს. და 2020 წელს, როცა არც ამერიკელები, არც ევროპელები, არც საერთაშორისო ორგანიზაციები, არც ბრიტანელები შენ არ გიღიარებენ შენს ჩატარებულ არჩევნებს და ქვეყნის შიგნით გექნება მზარდი პროტესტი, არ არსებობს, თქოთ, აქედან ამოვიდეთ, მესმის ნერვიულობა, მესმის შფოთვა, მესმის წუხილი, გვინდოდა გუშინ ვიდრე ხვალ, მაგრამ ეს გზა არის გზა, რომელზეც ჩვენ ვდგავართ ახლა გულისხმობს ნერვების სომს, გულისხმობს დიდ ენერგიას, დაუღლელობას, мотивაციას, ბრძოლის უნარიანობას, გამბედაობას, მაგრამ გარდაუვალი არის ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. კარგი, და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. არის ივანიშვილს. ძალიან კაფეო. ერთადერთი საზრუნავია და ბოდიში რომ მეოთხეჯერ ვიმეორე. ვიცი, ისე თქვა შეიძლება იმას ვაუბრობ, რაღაცების თქვის დროც მოვა, ერთადერთი საზრუნავია. იქნებ მარტო ყობახიძე და ის არ ყავდეს იმაში თვითონ არ დაჩნდნენ მარტოების სახე. გარდაუვალი იქნება. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ რა. მისი ქონების, არ ვიცი, მე-10-საც კი დათმობდა იმისათვის რომ პარლამენტი არ იყოს მხოლოდ ერთპარტიული. კარგი, ერთი კითხვაც მინდა რომ დაგისვათ. კარვები, რომელიც დაანონსდა როგორც პროტესტის უმწვავესი ფორმა და რომელსაც ოცნება არ დაგადგმევინებთ, ან თუ დადგამთ ერთი წუთით დავასრულებ კითხვას, აუცილებლად დაშლის. მით უმეტეს რომ ივანიშვილი მივა იმ პირველ სხდომაზე, რომელსაც შეეცდებიან და ჩაატარებენ, გვინახავს კაცო რაღაც ჩუმად შეყვანილი დეპუტატები, სურო დაჭირდეთ წინაღამის შეიყვანეს საკუთარ დეპუტატებს, რომ მეორე დილა რომ გათენდება ის 99 დეპუტატი ქართული ოცნებისა იჯდეს იმ დარბაზში, ხო? კარვები, რომელსაც სავარაუდოდ არ დაგადგმევინებენ, მით უმეტეს კიდევ გავიმეორებ, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სხდომას დაესწროს როგორც ის პირველი ნომერი. მე მაინტერესებს და ამას გეკითხებით და არ მინდა პასუხი რაღაც ძალიან ზოგადი და არ მინდა რომ რაღაც ისეთ სადღეგრძელოებში გადავიდე. თავგანწირვის რა მასშტაბებისთვის ხართ თქვენ მზად ოპოზიციის ლიდერები ან რისთვის ხართ საერთოდ მზად? არ დაგადგმევინებენ, ეს იქნება ძალიან მწვავე დაპირისპირება, გამოიყვანენ ალბათ სპეცრაზმს, გამოიყვანენ პოლიციას, ასე შემდეგ. პოლიტიკური თავგანწირვის რა აქტისთვის ხართ მზად? შეიძლება ძალიან მძიმე კითხვაა, მაგრამ პასუხი მაინტერესებს, რისთვის არის მზად ოპოზიცია? იცით რომ ეგ ყველაფერი არის გარდაუვალი, რაც მე ვქნა. ისიც ვიცით, რა მდგომარეობაშია ივანიშვილი. გამოუვალ მდგომარეობაშია, კიდევ ერთხელ არ აღიარება საერთაშორისო მეგობრების მხრიდან და ერთპარტიული პარლამენტი. კონტექსტი არის უნიკალური და ეს არ არის დეჟავუ. ამის შედარება და ანალოგიის გავლება ოდესმე ჩატარებულ არჩევნებთან და მერე გამვითარებულ მომენტთან არის არასწორი. კარავს რაც შეეხება, კარავი არ არის და არავის გვითქვამს.
რომ არის სტრატეგია თავად. ეს არის რაღაც სტრატეგიის შესაძლებელი ნაწილი, კომპონენტი, როცა გახდება საჭიროება მოითხოვს, ამასაც გავაკეთებ და სხვა რამასაც გავაკეთებ. მაგრამ კარვის დადგმა ცალკე აღებული ეს არ არის სტრატეგია და არ კარავი შეიძლება. პირობითა თქვი, ანუ რა მასშტაბის თავგანწირვისთვის ხარ თქო მზად ოპოზიცია. ერთი და იგივე სკეთებით, ერთი და იგივე შედეგს მივიღებთ. შესაბამისად, მიუხედავად განსხვავებული კონტექსტისა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ მრავალფეროვნად და განსხვავებულად. მაინდა-მაინც თავგანწირვაზე უნდა მასაუბროთ და მე ვფიქრობ, ეხა კოალიციებში თუ მართლა და არა მარტო სხვაგანაც რა თქმა უნდა არის, მაგრამ აქ უხვად არის ის ხალხი სხვადასხვა დონეზე, ლიდერების დონეზე და ისედაც, ვისაც ამისი დემონსტრირება არაერთხელ მოუხდენია და ეხა თავგანწირვის დონეების გაზომვა მე ვფიქრობ არასწორი არის. თავარია ბრძოლა ბოლომდე რომ იქნება და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება 27 ოქტომბერს მიღებული კი არა, ბევრად ადრე წლების წინ. ხო, ჩვენ არ გაუბრივართ იმ მოცემულობას, რომელიც წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ჩვენ ვიცით, რომ საკითხი დგას ასე დილემა, ან რუსეთი, ან ევროპა, ან რესტავრირებული საბჭოთა კავშირი, ან განვითარებული მსოფლიო, ან ბედნიერი საქართველო უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი ჯგუფებით, ყველაფრით უზრუნველყოფილი, სადაც სიცოცხლე გიხარია, ცხოვრება გიხარია, ან უბრალოდ მართული ბოლომდე ავტორიტარიზმის მორევში ჩაფლული სახელმწიფოს მოქალაქე ვასალი, არ ვიცი, რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქე. ეს დილემა არის ან ევროპა, ან რუსეთი და ეხა აქ ვინდა თავგანწირვის დონეს შეეჭიდება, ამას ეხა პროცესია ჩვენს. ლიდერი 1, 10, 20, 25 წინასწარ არ იბადება, პროცესი ბადებს და შობს. შეიძლება ინგა თქვენ ისეთი რამე გააკეთოთ. თემა საქართველოს მოგიყვანოთ და აგიყვანოთ ხელში და მადლობა გადაგიხადოთ ბრძოლისთვის. ამიტომ ნებისმიერი აიაკოფი ადამიანი, ვინც არის უცხო და ნაცნობი. ამიტომ თავგანწირვა ამ ხალხს არ აკლია. ყველა თავგანწირვის აქტს შადის ახლა ვისაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ და ვისაც დავინახავთ. ამიტომ მე ვფიქრობ აქ ცოტა ვერ გავზომოთ. არა, თავგანწირვის დონე და ხარისხი როგორ შეიძლება ბრძოლის გზა მაინტერესებდა რა. შეიძლება ცოტა ხატოვნად დავსვიკითხო, მაგრამ მაინტერესებს. ჩრდილოატლანტიკური დიახაც წევრს სახელმწიფოს. არა, ბრძოლაში თავგანწირვა ვიგულისხმებ და არა. ხო და ამ ბრძოლაში თავგანწირვა ბევრს უჩვენებია და ვიხარია რომ ასეთი ადამიანები ბევრი არიან, მათ შორის კოალიციას უერთებში და ხედავ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც და ხედავ სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებში და ხედავ უბრალოდ მოქალაქეებად, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის მქონე ხალხია. ხედავ ასეთ ადამიანებს და მზად ყოფნა რა თქმა უნდა არის, თუმცა 27-ში კი არ გავხდით მზად ამ ბრძოლისთვის, არამედ ბევრად ადრე. ზოგი 27 წელია ამისთვის არის მზად, ზოგი 27 თვეა, ზოგი 27 დღეა, ზოგი 27-დან არის, მაგრამ ერთადად ბევრი ვართ, მართლები ვართ, გვაქვს მიზანი ამოცანა, რომ ეს ქვეყანა არ გარუსდეს და ეს ქვეყანა იყოს ევროპის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ეს არის ამოცანა და მიზანი. დიდი მადლობა, ნიკა. ანუ თუ არაფერი შეიცვლება, მე ერთი წამით არ მინდა ეს დაუშვა. თქვენ ადგილობრივ არჩევნებში თქვენ თავს ვერ ხედავთ, ხო, ოპოზიციის, თქვენი კოალიცია უფრო სწორედ მე ხარ გეკითხებით სხვა ოპოზიციური გაერთიანების სახით, იმიტომ რომ რაც თქვენ კითხვები დაგისვით, ზუსტად იგივე უნდა დაუსვას თქვენ. კი ბატონო, მადლობა, თქვენ კითხვით, ალბათ ამაზე თქვენ გისაუბრებთ, მაგრამ არც გვისაუბრია. იმდენად გჯერა რომ საქმე იქამდე არ მივა და დიახაც ქართული ოცნება კაპიტულაციას გამოაცხადეს ქართული ხალხის წინაშე მძიმე ბრძოლაში, ეს უნდა ვთქვათ. მძიმე, მაგრამ ბრძოლაში, რომელიც გამარჯვებით დასრულდება ხალხის სასარგებლოდ. ეხლა ადგილობრივ არჩევნებზე რატომ უნდა ვიფიქროთ? აი თქვენ წახვალთ ადგილობრივ არჩევნებზე ვიზე ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. მე 26-ში, როდესაც სახში წავედი, CSKOS მონაცემები რო ვნახე, 2 დღე მერე ვფიქრობდი, საერთოდ თქო რა აზრი აქვს არჩევნებზე სიარულს. არა, ამ პირობებში თქო, თუ არაფერი იცვლება, თუ ყველაფერი იგივე რეჟიმი და იგივე სისტემით ტარდება რა, ამას გულისხმობ. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ხარდაჭერები ან წევრები, სუბიექტები, როგორც გენებოთ და ის ადამიანი არის მიმტაცებელი ხელისუფლების. ამიტომ მალევე, რაც მალე უკეთესია, სტატუს quo უნდა შეიცვალოს. ვერ იქნება ივანიშვილი იქ მეოთხე ვადიც, რაც არ უნდა იყოს.
და გითხავთ თუ რატო ვერ იქნება დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც არც ამერიკელი და არც ევროპელი ხას არ გიჭერს შენ ივანიშვილს და უჭერს ქართულ ხალხს. 2020-ში იყო პირიქით. ამერიკელიც და ევროპელიც ივანიშვილს უჭერდა ხალხს. ჩემი კითხვის ქვეტექსტიც ის იყო, რომ აქციები მეგობრებო უნდა იყოს ისეთი მასშტაბური, ოპოზიციის მომხრეები, არ მომხრეები, სამოქალაქო აქტივისტები, ზოგადად აქციები უნდა იყოს ისეთი მასშტაბური, რომ როგორც მსოფლიო ალაპარაკა მარდის აქციებმა, მერე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებმა იგივე უნდა მოხდეს ეხლაც, რომ ამ პროტესტის გამო სწორედ ჩვენ მივიღოთ შედეგად. აქცია შეიძლება იყოს მასშტაბური 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ, მაგრამ შედეგზე ვერ გახვიდე, რაც ბევრჯერ გვინახავს. ესეც ხომ არის? აქციები სხვადასხვაგვარი იქნება, პროტესტი სხვადასხვა რამეში გამოვლინდება. იქნება სხვადასხვა ინტენსივობის, სხვადასხვა ხარისხის, სხვადასხვა ფორმის და შინაარსის. მადლობა ნიკა მელიას რეაქციას უსმენდით. კოალიცია ძლიერი საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს თავაზობს მანდატების დატოვების და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად ერთ დღეს ერთ დროს განხორციელდეს. პრეზიდენტის ჩართულობით წავიკითხავ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლითაც მან ყველა